თანამემამულენო მოგესალმებით. ჩვენ მოვედით დღეს ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან. მე და შვილმოკლული დედა გიგა ავალიანის დედა, მირი დედა, ქალბატონი ეკა კუპატაძე, რომელიც სვავს კითხვას, რატომ არ აძლევს პროკურატურა განცხადებაზე პასუხს 6 თვის განმავლობაში. 6 თვეა ეკა კუპატაძე ითხოვს დაზარალებულად ცნობას პროკურატურის უკანონო მოქმედებების გამო მიყენებული სულიერი ტანჯვის გამო. პროკურატურა ვალდებულია 48 საათში გასცეს განცხადებაზე პასუხი, როცა დაზარალებულად ცნობას ითხოვს გამცხადებელი. მიმართა 9 ივნის, მიმართა 19 ივნის და პროკურატურა პასუხს არ სცემს. ვისთან უნდა მიხვიდე თუ არა ადამიანთან, რომელიც პირდებოდა მთელ საქართველოს, რომ თუ მოვიდოდა ხელისუფლებაში, არასოდეს არ განმეორდებოდა გირგულიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე და ასე შემდეგ. მე მინდა უთხრა ფაქტიურ გენერალურ პროკურორს. ჭაობშია ეს ქვეყანა ჩაფრული და შენ მიიყვანე ჭაობამდე ეს ქვეყანა. მოგიწოდებ, დაიცვა დაზარალებული ეკა კუპატაძეს უფლებები, ვინაიდან პროკურატურის უკანონო მოქმედებებმა ამ ქვეყანაში გააჩინა ახალი ირინა ენუქიძე. არ შეიძლება შვილმოკლულ დედას, რომელსაც მოუკლეს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული შვილი ჩვენს ქვეყანაში, ასე მოექცე. ქალბატონო ეკა, რასთან გვაქვს საქმე? როგორ ფიქრობთ თქვენ? ბოლოს და ბოლოს 6 თვის განმავლობაში, როცა დაზარალებული დედა, შვილმოკლული დედა ითხოვ განცხადებაზე პასუხს და არ ქცევს პროკურატურა, სად შეიძლება წახვიდე ადამიანი? ვის შეიძლება მიმართვა ამ ქვეყანაში, რომ ელემენტარულად განცხადებაზე პასუხი გაქცევს? მოგესალმებით მსვენელებო. ქუჩის ხმაური შესაძლებელია ხელს გვიშლის, მაგრამ ვეცდები გაგაგებინოთ მაინც ჩემი სათქმელი. მე მოვედი ბიძინა ივანიშვილის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან და მივმართავ ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეს. ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე, მე დღეს თქვენს სახლთან მოვედი, იმიტომ რომ ვერ მოგაწვდინეთ ვერსაიდან ჩემი ხმა. დღეს თქვენ ჩემგან მოისმენთ ყველაზე ხმა დაბალ, მაგრამ ყველაზე ხმა მაღალ და სასტიკ საშინელ პროტესტს. მიცნობთ ალბათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მე ვარ სოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოდ ყველაზე სასტიკად მოკლული, გენიოსი, სპეტაკი, ჯანსაღი, ახალგაზრდა ექიმის გიგა ავალიანის დედა. ფიზიკურად ღონიერ გიგა ავალიანს თავს დაესხნენ ფარულად, მიპარვით და ჯგუფურად, ხეცურად მოკლეს იმ არასრულწლოვანების ბანდამ, რომლებიც არიან ძალადობრივი დაჯგუფების წევრები და ღრმად ფესვებგადგმულები დათარეშობდნენ თბილისის ქუჩებში. მკვლელობა გაიხსნა ოპერატიული ზარით და საქმის გამოძიების პარალელურად ხელშეუხებლობით გატუტუცებული პროკურორები ფარცხავდნენ ამ საქმეს, რაშიდაც ხელს უწყობდა პოლიციის უფროსიც იაგო ტალახაძე. ეს ახალგაზრდა პროკურორები ლუკა გამყრელიძე და მიხეილ კუპრაშვილი არ იყვნენ ორიენტირებული საქმის გამოძიებაზე, იყვნენ ორიენტირებული საქმის ჩაფარცხვაზე, იმიტომ რომ საქმის ფიგურანტი არის, მნიშვნელოვანი ფიგურანტი არის მერაბ მალანიას შვილი. მერაბ მალანია სხვადასხვა დროს ძალოვან სტრუქტურებში იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას. და მე ახლა დღეს ვიმკი ამ ყველაფერს. ხვალ კერ და ზეგ გავა უკვე 9 თვე მას შემდეგ, რაც ჩემ შვილზე ფიზიკურად იძალადეს. ჩემი შვილი ჩავარდა მაშინვე
კომატოს მდგომარეობაში და გონზე მოუსვა 23 დღის ტანჯვის შემდეგ გარდაიცვალა და მე დღესაც არ მაქვს პასუხი ვის შეუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა. კი არის კი არის უკვე დამნაშავეები იდენტიფიცირებული, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იცნობდა გიგა ავალიანს. დიახ, ორგანიზატორები ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელობის? მე მინდა ერთი რამ თქვა. კი მართალია 3 დღეში გავაცხრათვენ, მაგრამ გიგა ავალიანს ვადა არასდროს არ გაუვა. არ არსებობს ძალა, არ არსებობს მეთოდი, რაც მე ოდნავ მაინც შემატორტმანებს, რომ უკან დავიხიო. მე ყურით მოვათრევ ჩემი შვილის წილს სამართალს და დავაჩოქებ მის საფლავთან. მაგრამ თუ კი ეს სამართალი იქნება ცივილური, იქნება სახელმწიფოებრივი და მიუხედავად დროში დაგვიანებისა, მაინც იქნება უკვე დროული, მაშინ კრიმინალები ვეღარ გატუტუცდებიან უფრო მეტად დაუსჯელობის სინდრომით და საზოგადოებასაც ექნება აღარ ექნება დაუცველობის განცდა. მე მინდა გითხრათ, რომ პროკურორებმა, რომლებიც და იმ პოლიციის უფროსმა, რომელიც საქმეს ფარცხავდა, მომიყვანა დღევანდელ დღემდე. თუ კი ვერ ხდება იდენტიფიცირება დამკვეთებისა გიგა ავალიანის მკვლელობის, ეს სწორედ მათი ბრალია, მათი სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების გადაჭარბების ან და გულგირლობის ბრალია. და მე როცა მაშინ მათ წინააღმდეგ შემაქვს საჩივარი, რატომ არა მაქვს დღემდე პასუხი? 48 საათში უნდა მიმეხო პასუხი და დღემდე არა მაქვს. 6 თვეა ელოდება შვილმოკლული დედა პასუხი. განვაახლეთ შემდეგ კიდევ საჩივარი. ქაბატონო ეკატერინე ხვედელიძე, მე ვიცი რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ მე დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი. 4 შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენი სიმწარე არ გამოგაცემინა. რაც მე გავია. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რა მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა, გამწარებულ დედას. მე მინდა ერთი რამ თქვა. მე მინდა გითხრათ, რომ გიგა ავალიანს არასოდეს არ გაუვა ვადა ვიმეორებ. არ არსებობს ძალა, რომელიც მე ოდნავ მაინც შემატორტმანებს და უკან დამახევინებს, იმიტომ რომ უკან არის ჩემი შვილის საფლავი და მე იმას არ გადავაბიჯებ. გთხოვთ, დამიდეკით გვერდით. ეს არის ბოლო რამდენიმე 10 წლების განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში. როგორც არასდროს ისი არის საზოგადოება ერთსლოვანი, გონება მოჭიმული, აკვირდება ყველაფერს, გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონიური. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდამჭერის ქაბატონო ეკატერინე ხვედელიძე.